ჩვენ ვართ აჭარიდან წამოსულები. ნუ ეხლა სადღაც 50 წელია. შეიძლება 40-იც რა. იმიტომ რომ მე აქეთ დაბადებული გაზრდილი ვარ ადიგენში. მამა ჩემიც ალბათ იქიდან ძალიან პატარა ჩამოვიდა. დიდი ხანი აქეთა ვარ ჩვენ რა. აჭარიდან სოფელ ღორჯუმიდან, ღორჯუმს რო ეძახით, ხოლოს რაიონიდან. აი ამ სოფელში სადღაც 35 ოჯახამდე, ადრე ბევრი ცხოვრობდა 50 ოჯახი, მაგრამ გაასახლდა ზოგი საწავიდა ზოგისად. და ეხლა 30-35 ოჯახი ვართ ამჟამად დარჩენილი სოფელში. უმეტესობამ ქალაქში წავიდა ზოგი მაღაზია, ზოგი რაღაცეები რა და უფრო იოლი სადაც აიქ წავიდნენ რა. ძირითადად არის მესაქონლეობა აქ. ყველა ვარიანტი თივარის და სამზადები. 6-7 თვე ზამთარი ეს თოვლი, 7 თვე. წარმოიდგინეო ჩვენთან ალბათ სავარაუდოდ გაზაფხული არა, პირდაპირ ზამთრიდან ზაფხულში შევდივართ. თავს ირჩენ იმდენი შემოსავალეთო რა ეხლა აქ. ისეც ვერაფერს გააკეთებ, რომ აი რაღაცა თქვა რომ აი შემოსავალეა, მაგრამ უბრალოდ თავს ირჩენ ამ სოფლურ შემოსავლით ჩვენთან როგორც არის. მეტი არაფერი. წყალს მეტი ფასი აქვს ჩვენთან. საქართველოში ასე ზოგადად ვიდრე რძეს. რა ვიცი. და იმიტომ მიდის ყველა სოფლიდან. იმიტომ ანებებს ყველა სოფლის მეუნებას თავისი პროსტა უბრალოდ ხალისიც აღარ აქვს იმას, რომ ან მოსახლეობამ საქონელი გააბევროს, რომ მიიღოს მეტი პროდუქტი. პრობლემები ეხლა ამჟამად პრობლემა იყო გზა არის. მაგრამ ეხლა უკვე წელს იწყობა გზა სადღაც 1 კილომეტრი ვალისონის გორამდე უკვე ტენდერიც არის ყველაფერი იწყება გზა. რა ვიცი გზა რო შემოვა ეხლა ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება სოფელში. ეხლა აქედან აი მანქანით რომ მივდივარ 40 წუთი უნდა რომ აი სინამინავის შესახვევზე საიდანაც თქვენ გადმოუხვიეთ ასფალტი გზიდან ხო? აი იქამდე რომ გახვიდეთ 40 წუთი ჭირდება და ასფალტი რო იქნება უკვე მან სადღაც 10 წუთში გახვდათ 15 წუთში. ის თავისთავად სასწრაფოც რომ მოდის უკვე აგვიანდება სახანძროსაც აგვიანდება გზის გზა რო ცუდია მაგიდან გამომდინარე. მამა გადმოსახლდა უბრალოდ ვერ გეტყვით რომ რომელ წლებში მოხდა ეს ვერ გეტყვით ამას მაგრამ მე აქ დაბადილი გაზრდილი 67 წელში დავიბადე მოუხუცდი თითქმის 58 შევასრულე აქ ცხოვრობ მეუღლე შვილი რძალი ორი შვილიშვილი სადაც საქონელი და ცოტაოდენი კარტოფილი და რაღაც ესეთი რაღაც მეტი არაფერი ხეხილი არ არის. რა ვიცი ასე ბოჩი ყოფთ, წვალობთ და ესე ვცხოვრობთ. ვცდილობთ, რომ არ დატოვონ, არ წავიდნენ, სოფელი ძლიერი იყოს. ვცდილობთ ამას. სიმოგვარებას ისურვებთ სოფელში, რომ უფრო რა თქმა უნდა, კეთილმოწყობას, სილამაზეს, ძმობას, ერთობას. გზა კეთდება. კეთდება უკვე დაიწყებენ ახლა. ამდენი ხანი რატო არ კეთდებოდა? რა ვიცი, რა გითხრა. ჩვენ წლები წინა ხელისუფლების პერიოდშიც, მაგრამ რა ვიცი, რა გითხრა. მიზეზი არის აქამდე რატო არ გაკეთებულა? არ ვიცი.